ხშირად როდესაც ჩვენ კომპანიაში მომხმარებელს ვესაუბრებით, ხშირად არის მოთხოვნა, რომ აი მთლიან ტომარას ავდგები და გავუშვებ რა უფრო მეტი ეფექტი მექნება. ეს მასე არ არის. ბევრი კალციუმით შეიძლება ჩვენ მიწისმჟავიანობა შევცვალოთ, რაც არასასურველია და სხვა ელემენტების ათვისება, რა თქმა უნდა, აღარ მოხდება მერე, ამიტომ ჭარბად არ უნდა გამოვიყენოთ, გეგმაზომიერად უნდა გამოვიყენოთ კალციუმის ნიტრატი, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია პომიდორისთვის. 1000 მცენარე გვიდგას ახლა აქ ჩვენ სათბურში და შეგვაქვს დაახლოებით 2 კილოგრამი 10-12 დღეში ერთხელ, ალბათ შევიტანოთ ალბათ 3-ჯერ ან 4-ჯერ ამ კალციუმის ნიტრატს, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კალციუმის ელემენტი კალციუმით უზრუნო იყოს ეს მცენარეები და თავიდან ავიცილოთ ისეთი ცუდი სიმპტომები, როგორც არის მაგალითად წვეროს სიდამპლე, რომელიც მაღალი ტემპერატურების დროს ვლინდება ხოლმე პომიდორში, როგორც ვიცით, მაღალ ტემპერატურებზე კალციუმი ყუნწიდან ვეღარ ასწრებს ჩამოსვლას წვეროს მხარეს და უკეთდება ესეთი დაბლა შავი ნადები, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ არის კალციუმის დეფიციტი. აი ამ დროს მიცემული კალციუმი უკვე ფაქტიურად ნაკლებად ეხმარება უკვე ფერმერს. უმჯობესია, რომ აი ამ ვეგეტაციის პერიოდში, როდესაც უკვე ფორმირდება ეს მტევნები, ეს არის კომპანია Semilas Phytos მიერ მოწოდებული ჩერი პომიდორის ახალი თანამედროვე ჯიში, ფერდინანდი, რომელიც ესეთი ოდნავ წაგრძელებული ფორმით გამოირჩევა. ყველას გირჩევთ აი ამ პერიოდში ნაყოფების ფორმირების დაწყებისთანავე გამოიყენეთ კალციუმის ნიტრატი. ზომიერად დაახლოებით ერთ მცენარეზე 2-3 გრამი ერთ მორწყვაზე და ვფიქრობთ, რომ აი ესეთი სქემით ძალიან კარგი შედეგი ეხება ჩვენ ფერმერებს.